მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, შალვა რამიშვილი ვარ მე და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას, რომელსაც ქვია შალვა რამიშვილის დილა. ძალიან ცუდი რამ მოხდა თუხელ ლილოში ერთ-ერთმა აუზმა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, გაჟონა, ქლორი იყო იქ და 63 ადამიანი არის დაზარალებული, ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქის, ასთმიანი თანამოქალაქის სამთო მდგომარეობა ძალიან კრიტიკული. მისახედია უსაფრთხოების ზონები, ესეთი რაღაცები ყველა ქვეყანაში ხდება. თავარია თუ რა დასკვნას გამოიტანენ კომპეტენტური პირები ამ ყოველივესგან. იქ გადმოტანისასაც, აუზის გადმოტანისასაც მოხდა რაღაც ინციდენტი, არასწორად გადმოიტანეს და კიდევ ერთხელ მოხდა გაჟონვა. არ ვიცი, ამას გამოძიება ჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რაღაცაა. 4 ნაწილიანია ჩვენი გადაცემა პირველ ნაწილში. მე და თქვენ ურთიერთობთ, მეორე ნაწილში ჩვენ ახვით შეკითხულობს ჟურნალ გაზეთებს, მესამე ნაწილში გია მაისაშვილი მოდის, ხოლო მეოთხეში კი მაია ფანჯიგიდე გვესტუმრება. დავიწყოთ ძალიან საინტერესო ვიდეოების გაშვებით. იცით რომ საარჩევნო კომისიის კარდაკარი, აზდუკის კარდაკარი ჩემი სუსტი წერტილია, ვეძებდი თბილისში იმ ადამიანებს, რომელთაც არ ყოფილან აზდუკის წევრები. მე მიმაჩნია რომ არ არის ხარისხიან ჩატარებული ესეთი განცდა მაქვს, რომელიც ფაქტებითაც მყარდება, მაგრამ ნახოთ რა ხდება ტყიბულში. აი ტყიბულში ინფოცხრამ გადაიღო შეამოწმა აზდუკის მუშაობა. ამომრჩევალთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელსაც მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, იყო თუ არა თქვენთან მოსული და როგორი მუშაობა ჩაატარა ამ კომისიამ თქვენს ქუჩაზე და თქვენს უბანში? კაციტაძის კომისიის წარმომადგენელი ორი ქალბატონი ბრძანდებოდა ჩვენთან. ვერ ვიტყვი რომ ცუდად იმუშავეს, იმიტომ რომ რამდენჯერმე იყვნენ მოსულები. მხოლოდ ეს არ მომეწონა რომ დადიოდნენ ხშირად, იყვნენ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლები. პასპორტი მოგთხოვეს და ამ მისამართზე თუ ხარ ნამდვილად აქ, მაგრამ იქინა უტრები იყო იმდენი, მე თავში ხელი ვიხალე. სხვა სიარწმუნოა. ჩემი ხარით შევა. სხვა ახლა აი მე ხო ვიყავი ერთიაში, მე ამის სახელს საგვარს ხო ეძებდნენ, ახლა ჩამონათვალში იყო დენიგინის დოის კუტრებიც, ესენი რა თქმა უნდა მეთქი აკანათქვა. მე რო შევავსო ამის საბუთიო გარდაცვლილის, შენ დამიდასტურებ რო გუდარიაო. გუდარია, ალიოშა გუბადაძე, გუდარია 20 წელიწადია გონია. შურა ბოჯორიშვილი ამ თვის ბოლოს აქ 40 მე უთხარი. ტუღუშა ბიჭაშვილი, მე აღარ ვიცი რო ის მოგდა. შემთან იყო. კაციტაძის კომისია. ვიცი, იყვნენ. თქვენთან ოჯახში თუ იყო მოსული კაციტაძის კომისია, რომელიც ამოწმებს რამდენი ამორჩეველია თქვათ ოჯახში? შემთან არა იყო. არ ყოფილა. გასაგები. თქვენთან ბატონო? არ თქვენთან არა. კაციტაძის კომისია ჩვენთან არ ყოფილა მოსული, ჩვენთან იყო ქართული ოცნების კარდაკარა აი ესეთი აი პროექტი რომ ხო. გასაგები, ყველა სხვადასხვა მონაცემი ექნება, ზუსტი აიძარებინა. რატო ფიქრობ? იმიტომ ზოგან არ მისურვან, ნუ ბევრ მოვისმინე მაგასთან დაკავშირებით. არავინ არ ყოფილა. არც არავინ შეუწუხები არა. არიცით თუ არის? არა, არ იყვნენ, არავინ არ მინარ. კი იყვნენ ხო, მახსოვს, იყვნენ. რამდენი ხნის იყვნენ? ერთი ნახევარი წლის იქით. არ ყოფილან ჯერ არ ყოფილან. თუ იყვნენ თქვენთან და თუ აღწერეს თქვენი ოჯახი? ისე უბანში კი იყვნენ, მაგრამ პირადად ჩვენთან ოჯახში არ ყოფილან. იყო, ამის ინი ყოლი, პასპორტის ნომერი გამოიწერა და წავედი. ნაციონალები კი იყვნენ. ჩვენთან არავინ არ ყოფილა. არა. არა. იყვნენ. კომისიიდან თუ იყვნენ თქვენთან სების ჯერალანი არ ყოფილა რა ბარათი. იყვნენ ადრე არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიწერეს მონაცემები და ხო, მაგას ხო, კი, კარდაკარ რომ იყო, ხო, კი, იყვნენ, კი. ხო, ესე იგი ჩვენ აქ 6 ქალაქიდან ნახეთ რეპორტაჟი და თვალნათლად დავინახეთ რომ არიან მოქალაქეები, რომელთანაც ეს კომისიის წევრები არ ყოფილან. თუმცა ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, Facebook-შიც მომწერეთ, ჩემს Facebook-ზე, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი, თუ თქვენთან არ ყოფილან კაციტაძის კომისიის წევრები, მომწერეთ. ერთ კვირაში 5 დღეში უნდა იყოს სია, წინასწარი სია, ასე ვთქვათ, რომელსაც მე გადავხედავ და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ეს სია რეალობას. ამასაც გადავამოწმოთ. 240-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობა შალვა. დიახ.
მე მინდა ერთი საკითხზე გელაპარაკო. აბა. აი ბოროტიენები ბჭყალებში რა თქმა უნდა. ამბობდნენ რომ მერაბიშვილს და იმას რა ქვია ის ახალი მინისტრი როა. დიახ. ცუდი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთშიო. ერთმანეთს დაჟე სპორტშიც კი ეჯიბრებიანო. ის გორის დილას, ეს კალათბურთის კომაგი იყო. რა ეშველება ახლა ამ კალათბურთს? კრივი არ შეიყვანენ. კრივი მოიგეს. ევროპაში მეორე ნომრად განთესილი ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი. აზიაში რამდენი მიღწევები. ჩამოიყვანენ ვიღაცა ფიშერი და სასწრაფოდ მისცენ. მოქალაქეობა მაშინ როცა მთელი საქართველო დაიღალა ივანიშვილის მოქალაქეობის მოთხოვნით. გასაგებია, ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს. სხვა ზარი, ალო? 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 გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? ალო? გისმენთ? გესმით ხმა? კი, ილაპარაკეთ. ალო? კარგით, ნუ ილაპარაკებთ მაშინ. მეორე მსმენელი, ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ ილაპარაკეთ. ხო, შეკითხვა მინდა რამე დაუწიე ზიადული. ისაუბრდია გისმენთ. დაუწიე. დაუწიე. ტელევიზორს დაუწიეთ, აბა? ტელევიზორს. პულტი მომე. ხო, დილამშვიდობი შავ. გისმენთ. მეც უნდა მოგახსენოთ, რამდენი ხანია ვერ ვიყავ თქვენთან. გამოვედი როგორც იქნა ჩვენთანაც არავინ არ ყოფილა. მე გიკრეკავ ზესტაფონის რაიონიდან. ზესტაფონში არავინ არ ყოფილა. რაუბანია ეგ. ყოველ შემთხვევაში კაცი დადის და ისინი იყვნენ. რაუბანია რა. აი ზესტაფონის რაიონის სოფელი ძირულა. სოფელი ძირულა? დიახ, არ ყოფილა. ჩვენ უბანში არ ყოფილან ბატონო. გასაგებია. კარგით. ვაგრძელებთ, თუმცა აგერ საინტერესო ვიდეოც გვაქვს. გურულები ითხოვენ Global TV-ს ანტენის დაყენებას. აი ნახოთ როგორ ითხოვენ, აბა. დავიღალეთ ამდენი სულელური სერიალების ყურებით. ჩავთავი სერიალი, გადავთა, ორი არხი მაქვს, რუსთავი და იმედი. ადამიანი ვარ, ხო? არ ვართ ახლა ჯერ ისე კი ვგონი ვართ ეს პირდაუბანელი ქალები რაღაც შტერები, მაგრამ არა ვართ თლათ მას. სხვათა შორის დასკვნების გამოტანა ძალიან კარგად შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს მოგწეს საშუალება. იმასაც მოусვინო, იმასაც და მე არ შევწდები და ჩემს გადაწყვეტილებას აი იქ დავაფიქსირებ, სადაც საჭიროა შეიძლება. მინდა უყურო რა, გევიგო ქვეყანაზე რა ხდება. მე არ მაქვს ისეთ სხვა ანტენა და არც საშუალება არ მაქვს, შემექმარებული დიაბეტიანია, პენსიონერია და მეც არ მუშაობ, სახში ვარ, ხო და დავიდგა მაგ ანტენაზე, იქ უყურებ რაღაცას გევიგეთ. იმედი და აბა რუსთავი ყველაფერს გვატყულებს და რაღაცა სიმართლეს იტყვიან და გავიგებ. ხუში მინდოდა გამეგორა მოხდა მცხეთაში როგორი მიყვენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგებ. კი ვარ 80 წლის მანდა ჯერ მაინც ვაზრობ. არ ჯობია რომ აი ოპოზიციას და პოზიციის საერთო შეხედულებები გაეცნო. მე შეხედულობ გააკეთებ დასკვნას. ძალიან მაგარი ხალხია გურულები. ძალიან. მიამაყება რომ გურული ვარ. 240-00-30 არის ჩვენ ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ, ბებო. გისმენთ, აბა? შვილო, ძალიან გეხვეწებით მომეწმინე. შემოგევლეთ ჩემი თავი და შემოგევლეთ ყველას. ყველას, ივანიშვილს და ყველას ერთიანად. ბებია, 1 საათი მე მაგდას არ მომიწინდე, ჩემი ბიჭი თუ ხარ, მაკანკალებს ყველაფერი ოპერაცია გაკეთებული მაქვს. ძანეთ. ხო, აი ძალიან გამიხარდა ზუბელიანის ამბავი. არავის არაფერი არ გამყარებია, მაგრამ ნამდვილად გამიხარდა. აი იმან 5 ოპერაცია გამაკეთებია ბებია. რა ამბავი გაგიხარდათ რა? ბებიკო იქ რომ მოხსნეს ამიტომ აი ბებია გეხვეწები მე აფხაზეთიდან ვარ რომ მოხსნეს გაგიხარდათ? მომხსნეს გამიხარდა. რატო? ნამდვილად გამიხარდა. რატომ? ვაბგორდი. ბებო გენას რატო ბებია რატო გაგიხარდა? რატო გამიხარდა და იქ დავდიოდი ზუბელიანთან, ჩემთან კიდო იყო. ამ ბებიასო მოვეშველოთო და ძაღლივით ამიგდა. და ფიფიამ რო დაიწვა თავი მაშინ მეც დავეცი და
დემსი გამიკეთეს სკორმა იმის შემდეგ ბებო წყლული გამისკდა კუჭი გამისკდა ნერვიანობის გამო არ ვიყავი მე ცუდი ბებია მაგრამ დამჩაგრა ისე რომ ლოგინიდან ვერ ავდივარ ფეხი მე არა მაქვს კუჭი მე არა მაქვს ახლა გაჩი და გეუბნები საცხოვროთ ბებია სად საცხოვრობ თქვენ სად მე საცხოვრო ვინით ბებო ზაკოდან გამომაგდეს და იმის შემდეგ ხან აზერბაიჯანელებთან ხან ახანედევნილებთან აი ხა საიდან რეკავთ ეხლა საიდან რეკავთ უნივერსიტეტი საიდან უნივერსიტეტი 3-დან რეკავ ბებო ცხოვრება აქ ვარ მიმკედლებული აი ვინმე არის ეხლა ქალბატონი ვინმე ან ბატონი ვინც თქვენ ეხლა გვერდით ყავს რომ მისამართი გითხრათ საცხოვროთ აბა კი აგერ გამარჯობათ საიდან რეკავთ ეს ქალბატონი ძალიან ცუდ უნივერსიტეტის 3-დან რეკავ უნივერსიტეტის 3 სად არის ეგა ეს ვაკის საბურთალოს ის არის ტერიტორია დევნილთა კორპუსი და რა ჭირს ამ ქალბატონს არა ყავს ამ ქალბატონს აფხაზეთიდან არ გოდმოვიდა არც ერთმა ყურადღება არ მიაქცია ყველგან განცხადება დაწერილია ყველგან თითქმის და არ ვინა აქვს შვილი არ ყავს ან ვინმე მიმხედავი არ ყავს არა რუსეთშია შვილი მაგრამ როგორ ჩამოვიდეო დედაო შენთანო თუ შენი საწყლი არა გაქვს მე სადაც გამოვიდა ავგანელი ყავს შვილი კარგით აი იქნება ახლა ჩვენს პროდიუსერს მისამართი ჩააწერინო და ჩვენ მოვალთ გადავიღებთ აბა იქნება ყურადღება მიაქციონ მართლა აი ახლა არ დაკიდოთ ყურმილი პანცა ჩაიწერე კიდევ ერთი ვიდეოს გაშვება შეიძლება ამ დროს რა შვებიან კახეთში მაგალითად სკოლის დირექტორები და გუბერნატორები ერთად რას აკეთებენ ეს არის სკოლის დირექტორების და გუბერნატორის და სხვა ოფიციოზის ერთობლივი кейპები ეს იყო დაჯილდოვება მოწინავე წარმატებული პედაგოგების სასწავლო წლის დამთავრებად თქვით დირექტორმა და ჩვენი ხალხი წამოვედით და პუშჩამთ მეტი არა ეს მოხდა სამუშაო საათების შემდგომ ერთად ვიყავით და მოვიპატიჟეთ მეტი არა რატო კი არა საერთოდ ერთად უნდა იყოს სკოლის დირექტორებმა რაიონის ხელმძღვანელობას და რეგიონის ხელმძღვანელობას სულ ერთად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ერთი საქმე გვაქვს ყველას თქვენი გახყოფნა საინტერესო იმათი გახყოფნაა რუკმას არაფალაფებთ ადამიანს ეს ხო ჩვეულებრივია 2:40:00 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო გამარჯობათ გამარჯობათ გისმენთ გენცო ძალიან მაინტერესებს რამდენი ხანია მიდის 10 დღეზე მეტია თუ რა ვიცი რამდენი უკვე სათხალავით საკვერია ქსანში რაც ხდება ერთადერთი თქვენი ტელევიზიიდან გვესმის რა ხდება ჩვენი შვილების თავზე ძალიან მაინტერესებს თუ კი არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც გისმენთ და რომელიც პასუხს გაძლევთ ამ პატიმრების შესახებ კარგით გასაგებია აუცილებლად ეს თემა მისახედი და ძალიან აქტუალური თემაა კიდევ შეგვიძლია ზარების მიღება ალო ალო გისმენთ ალო კარგით გაითიშა 2:40:00 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო გისმენთ ალო გისმენთ გამარჯობათ გისმენთ ისაუბრეთ მე მცხეთის რაიონის სოფელ ზეგვიდან რეკავდა ის გადაკარისის არავინ არ მოსულა საერთოდ საიდან რეკავთ მცხეთის რაიონის სოფელი ზეგვი ზეგვიდან ხო ზეგვში თქვენთან არ ყოფილა თქვენ სამეზობლოში არსად კიდევ ერთი ფაქტი მადლობთ გასაგებია 2:40:00 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ალო ალო გამარჯობათ გისმენთ დიახ ბატონო შალვა დიახ მე ესეთი ისე მაგა ეხლა გუშინ ჩამოგვირეკეს აღმოჩენებზე ცხოვრობთ ჩამოგვირეკეს და გითხეს რომ ბარამიძე მოდისო ჩვენთან სტუმრად და დაუწერეთო წერილიო და მიედითო რადგანაც ხოვეთო და ყველაფერს შეგისრულებთო დიახ ხო და
აი ამისათვის 6 საათზე არის აქ ჩვენთან უნდა მოვიდეს აღმაშენებლის 97 მეტრში. როდის უნდა მოვიდეს? დღეს. რომელ საათზე? 6 საათზე, 18 საათზე. 6 საათზე აღმაშენებლის გასაგები. და გუშინ კიდე საღამოს 11 ნახევარზე პრეზიდენტი გვესტუმრა იქ უბანში. მადლობთ. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ალო. დიახ. ალო. 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 გისმენთ? ტელევიზორს ჩაუწიეთ. ალო, გისმენთ? ხო, კარგით, გაითიშა. 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, კიდევ ერთხელ ვიძახიო მაგას და კიდევ ერთხელ მინდა რომ მივიღოთ ზარი. ალო. ბატონ შავლასთან მინდა დავასრულო. ისაუბრეთ, გისმენთ? გამარჯობა, ცალო. ერთი რამე ძალიან მაინტერესებს და მაწუხებს. აი, ლაზიკის მშენებლობა ხომ არ შეჩერდება ამ ახალი პროგრამით? არ ვიცი, ალბათ არ ემუქრება ამას ესეც საუბრობ. და მეორე კიდე იცით რა? ჩვენთან იყვნენ ორჯერ კაციტაძის ხალხი და ერთხელ ჩვეულებრივად აღნიშნეს ყველაფერი და მეორეჯერ რომ მოვიდნენ დაგვისვეს ასეთი შეკითხვები, რომელ პარტიას აძლევთ ხმას არჩევნებზე. აი ეს შეკითხვები საჭიროა მაგ დროს? გასაგებია, ალბათ რიტორიკული შეკითხვა დასვით. არაფერი რიტორიკული, მართლა გეუბნებით, აი ესეთი შეკითხვები და რაღაცა მითითება მისცეთ იქნება. კარგით, კი ბატონო, 2400030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო. ალო. დიახ, ისმენთ. ალო. ალო. დიახ, ისაუბრეთ. გამარჯობა, შარლა. ტელევიზორს რო ჩაუწიოთ, უკეთესი იქნება. ჩაუწიეთ ტელევიზორს. ისა მე ჩოხატაურიდან გაწუხეთ. ძალიან კარგი. თებშები დაიწყება ჩოხატაურში? თქვენ არა გაქვთ თებში? არა. აბა როგორ გვიყურებთ? კომპიუტერით? ხო. დაიწყება ალბათ, არ ვიცი, ჩვენი თებშები დაიწყება ძალიან ბევრ ადგილას, ძალიან ბევრ ადგილას დაიწყება. თქვენ სურებიდან ხართ დიდვანიდან მაინტერესებს? სურებიდან. მე ბუკიციხიდან ვარ. კარგი, ძალიან კარგი. კიდევ შეგვიძლია ზარების მიღება? ალო? გისმენთ? ალო? გისმენთ? გისმენთ? გამარჯობათ. დიახ. აი, კაციტაძის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ესე იგი, ჩემი აზრით, მის კეთილნებაზე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ აი ჩვენ კორპუსში თუ ვინმე არ იყო, ხო, სამეზობლოში, სახლში აბრძანდებოდა, მეზობლებს, ნუ სრული მნიშვნელობით გვაწუხებდნენ, ჩვენ მობილურებით უკავშირდებოდით იმ მეზობლებს და ვეკითხებოდით, რომელ საათზე იქნებოდნენ სახლში, რამე ესე იგი არ დაუტოვიათ ერთი ბინა რომ არ მოსულიყვნენ და არ ჩაეწერათ, აი, ნუ ჩემი აზრით ამ წარმომადგენლებთან არ იყო, ესე იგი, კარგი ტრენინგები ჩატარებული, ასე ვთქვათ. რომ კეთილსინდისიერად შესრულებინათ სამუშაო. აი, ისეთი კარგით, მადლობა. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც დევნილებისა და მედიის და მამასახლისების ეგრეთ წოდებული მამასახლისების დამოკიდებულებას ასახავს. ეს ვიდეო სოფელ კოდაში ჩასახლებულ დევნილებთან არის გადაღებული. და ისინი მამასახლისის მხრიდან დაშინებას საუბრობენ. სადა ინფოცრი ჯგუფმა დევნილებთან გასაუბრება. ერთ შემთხვევაში დევნილი ლაპარაკობს ეწოლაზე, მაგრამ როცა მამასახლისის მასთან არის, სხვა რაღაცას ამბობს. შენი სამუცი. რაიგი? რის სამუცი? როგორც მოხდა, შენ მოდი ნორმალი ლაპარაკი. მოდი მოდი ხარ. აბა შენი სამუცი. გულიანად გეუბნები კაცურად. დაბძანდით მაშინაში მიბძანდით ის. მოვიდნენ ახლა იმის გასაკეთებლად რა. ანა მოწოდებს უნდა იცი. არ გვინდა ახლა რაღაც ისე მამასახლისი არ გვინდა ის არ გვინდა. მამასახლისები სამუცი მაქვს. შენი სამუცი მაქვს. აი შენი სამუცი. აბა რა სამუცი? ეგეთ ისე ეს მოდი გასული ჯერ ვაფშე რა. რატო? ეს რა? პირადობა რა თქმა უნდა. რა აეროპორტში მივასწრე მაშინ. საკეთილები რა თარაფინა რა გასაკეთებია ტრაგედია. ანუ რა სიტუაცია წინაზე იყოს რაღაც ფაქტიო დაშინება და არის ეგეთები არის მერე დაშინებები. როგორ არის? აქვს არაბამ დაშინები. ვინ არის და სუპერგა როგორც არიან ისე აქ. სიმართლე არ უნდა ილაპარაკო რომ ამ თავრობის ცუდი რო გამოვიდეს. აი ეგ არის.
საქმეში მაშინ როგორც ფოტოში საქმეში ოიც პისამი მე დავეცნობი რა პრობლემა და ეს просто ლაშინ არის ყოდა რა მნიშვნელობა რა პრობლემა რა კარგი სუნი და თქვა აი ლობიოსაკეთებს დაუზურა აი ლობიოსაკეთებთ კაი სუნი და მე ჩაოლებრივ აღარ არის ჩემი არანაირი პროგერიდო და მოსახლეობა საუბრობდა რომ აქ იყო რაღაც დაშინების ცდილობები და რაღაც და ესეთი ფაქტები ყოფილა. არის მე არავინ არ მაშინებს აგი აქ არის აგი ისინი არიან ხო და დაშინებით ეხლა ჩემთან არავის ეს რაღაცა არ მომხდარა როგორ არის იცი ჩვენ მაგიტომ მუშაობთ აქ და იმიტომ ვართ აქ ჩვენ თარობის გვერდზე და ჩვენ ისა მამასახლისი მაგიტომ ვართ მამასახლისი ინტელექტი გადმოჩქებს არა აჩვენეთ თუ შეიძლება ვიდეო რა სახე მამასახლისი გადმოჩქებს ინტელექტი აგ როგორ შემოვიდა ლობიოს აკეთებს მე დავეცნობი რა პრობლემა და ეს просто ლაშინ არის ყოდა რა მნიშვნელობა რა პრობლემა აი რა კარგი სუნი და თქვა აი ლობიოსაკეთებს დაუზურა აი ლობიოსაკეთებთ კაი სუნი და მე ჩაოლებრივ აღარ არის ჩემი არანაირი პროგერიდო როგორ არის იცი ჩვენ მაგიტომ მუშაობთ აქ და იმიტომ ვართ აქ ჩვენ თარობის გვერდზე და ჩვენ ისა მამასახლისი მაგიტომ ვართ რომ რაღაცა პრობლემა ხალხს ეგრევე უკეთებთ თარობა გვიტყია ძალიან მაგრა გვერდში რა რასაც ქვია არაფერი გადასახადი ჩვენ არ გვაქვს ხომ არა თებშები კი აქვთ ანუ უყურებენ ვიყურებენ სერიოზული მამასახლისობაა კიდევ ერთი ზარის მიღება შეგვიძლია ნორის ალო ალო გამარჯობა გამარჯობათ თეთრი წყაროს რაიონში სოფელ პარტიაში როდის დაყენდება ანტენები მადონო დედამთილი ცხოვრობს და ძალიან და მაესტროს ყურება სულ ძალიან გაიხარდება თუ დაუყენებთ აუცილებლად მე ვიცი გეგმები რომ დაახლოებით 100,000 თებში მინიმუმ 100,000 თებში უნდა დადგეს მაესტროსი და დარწმუნებული ვარ თეთრი რაიონს მიხედეთ იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაუცნობელია იქ კარგით მადლობთ კიდევ ზარი ალო ლუდი დიახ ალო ალო გისმენთ გენაცვალე გამარჯობა ბატონო შალა მე მაინტერესებს ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებთან აქვს ასეთი შეკითხვა თუნებას მომცემთ რაც თავი მახსოვს ათ კომუნისტურ ხანაში, ათ პოსტსაბჭოურ ხანაში, დავუშვათ შევარდნაძე როცა იყო ხელმძღვანელი, ათ ბატონ ჟიად გამსახურდიას ხანაში, ათ შემდგომ ვარდების რევოლუციის მომდევნო პერიოდში და ათ ეხლა მიხეილ სააკაშვილის ხანაში და პოლიტიკურ საგიჟეთში არ მახსოვს რომ რომელიმე სკოლაში, სასწავლებელში, უმაღლეს სასწავლებელში კითხულობენ ან ფსიქოლოგები, ან მედიცინის მუშაკები გაკვეთილებს და ლექციებს იმის შესახებ, რომ ადამიანი რომ არ გახდეს პოტენციური ფსიქიკური ავადმყოფი, არ უნდა გქონდეს მას შეხება ნარკოტიკებთან და მისი მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ისევ ფსიქოტრონული წამლების და მედიკამენტების საფუძველზე ხდება. ანუ მოსწავლეებს, მოქალაქეებს არასდროს არ ასწავლიდნენ, რომ ფსიქიატრიულ ავადმყოფოში რო არ მოხდეთ ჩემო კარგო, უნდა არიდო თავი ნარკომანიას. გასაგები, კარგით. ნარკომანია სენია, კი ბატონო. 2:40:00:30 ამ ხალხს ხმა მეცნობა ეს ქალბატონი ხო არის ძალიან ხშირად რო რეკავს. ხო, ნუ. ალო. ალო. გისმენთ. შალვა გამარჯობა. დიახ. გისმენთ. ესა ზესტაფონის რაიონი და სოფელი ციფლავაგე გასუხეთ. დიახ. ისა ჩაუწიეთ ტელევიზორს, ჩაუწიეთ. ეხლავე ეთიკეტი. ალო. დიახ. ხო, ეხლა всё ნორმალ. ეხლა რა ხდება? აქეთ არავითარი ის არ ყოფილა, რა ქვია, კომისიის წევრები და შემოწმება და რა მეგეთი არაფერი არ ყოფილა აბსოლუტურად. დიახ. არც ციფლავაგეში, არც ჩორაპანში. დიახ. ასად არ ყოფილა ეგეთი რამე. ხო და ეხლა რა მაინტერესებს? დიახ. თებშებს ჩვენ დაგვიდგავენ? დიახ. იყო დაწყილი და გეცი რომ დააყადაღეს და დააპატიმრეს ეგ თებშები და თქვენი თებშების ამბავი როგორ იქნება ბატონო შალო? დიახ. თებშების ამბავი? ხო.
მე მგონი თებშები დადგება მთელს საქართველოში დადგება თებშები. ხო, გასაგებია და ხალხი აი სოფლებში არა არ მიდის ეს ინფორმაციები არაფერი და ამიტომ არის საჭირო რომ თებშები დაიდგას. იმიტომ რომ იქ საკაბელო ასად არ არის, ეგ არის ზღაპარება. გასაგებია აუცილებლად მოვალ და ყველასთან დავამონტაჟებ თებშებს. აუცილებლად. კარგი, კარგად ზანდებოდეთ. ეხლა რეკლამა და მერე შევინახვითი. დიეტა არ დაარღვიო. აი რას უწერენ შოკას მადლიერი თაღვანისმცემლები, ხო? შორინა ხვიჩია არის ჩვენი გადაცემის. კეთილის სურველები. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი აქტიური წევრი, პოსტალიონია პრაქტიკულად დილით მიდის სტამბაში. მოაქვს გაზეთები, გზაში კითხულობს და თვალებს ითხრის და ის იმისთვის რომ თქვენ მოგიყვეთ თუ რა ხდება. ტანჯული შორინა დაგიკითხავთ ახლა რეზონანს რა განსხვავება ივანიშვილისა და მერაბიშვილის სოციალიზმებს შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ლიბერალები მერაბიშვილის პროგრამას იწონებენ. წინასაარჩევნოდ მართველი პარტია და მისი მთავარი ოპონენტი ივანიშვილის ქართული ოცნება ერთმანეთს მემარცხენე შინაარსის დაპირებებში ეჯიბრებიან. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ მერაბიშვილმა ივანიშვილის იდეების კოპირება მოახდინა და ხელისუფლების მხარდამჭერები კიდე ამბობენ ლიბერალური იდეების აქტიური ქადაგებლები კი ივანიშვილის რაიმეს კოპირებას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტიც ისინი, ვინც ივანიშვილს საყოველთაო ჯანდაცვის და სოფლის დახმარებისთვის მილიარდის გამოყოფის სურვილ სოციალიზმის მშენებლობა დაფასებდა ახალი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მსგავსად იდეას საზოგადოების დაკვეთის ოპტიმალურ პასუხად მიიჩნევს, ანუ შეიცვალა მათი შეხედულებაც თურქეთში ცხარს თუშეთში უკაცრავად ცხარს მოულოდნელად მოსული თოვლი ხოცავს, კახეთში კი ჯილეხიო, ქართული ცხარი საფრთხეშია. ამასთან დაკავშირებით გაზეთი რეზონანსი წერს, ორივე შემთხვევაში მეცხვარეებს ზომების მიღება დამოუკიდებლად უწევთ. სტიქიასთან გამკოვებას აზრი აღარ აქვს და თუშ მეცხვარეებს ის გადარჩენიათ გამოდარებას დაელოდონ. კახეთში კი ჯილეხს ვეღარ ებრძვიან, იმიტომ რომ ვაქცინა არ აქვს და მეცხვარეები ამბობენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება თუ დაგვიან და ცხვარს დიდი რაოდენობით დავკარგავთო. რეზონანსის მთავარ გვერდზე ასევე გამოტანილი არის ფოტო ნიკოლა სარკოზის და კარლა ბრუნის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ იმუნიტეტ დაკარგული ნიკოლა სარკოზის სამართალდამცველებმა შეუტიეს. გუშინ ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლმა დანაყოფმა სარკოს სახლი და სამუშაო ოფისი გააჩხრიკა. შეგახსენებთ, რომ საუბარია საკმაოდ ძველ ბრალდებებზე, რასაც საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს სამართალდამცველები უყენებენ. კერძოდ, მათი მტკიცებით 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანია უკანონოდ ფინანსდებოდა საფრანგეთის უმდიდრესი ქალბატონის კოსმეტიკური ფირმა ლორეალის მეპატრონე ლილიან ბეტანკურის მიერ. და ამას ედავებიან ახლა. შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. მე გავрахტებ, ესე კი არ არის. აუ რა მაგარია პრეზიდენტი რო ხარ და რო აღარ ხარ და მე რა დაგიჭერე. ვაფშე არ არის მაგარი. ათ მიშას არ გააგონოს. არა მიშა, არა, შენ თუ იქნები პრეზიდენტი. ჩვენ ხო არ გვიყურებს, მაინც ვერ გაიგებს. შენ გეგონოს არ გეგონოს. აბა რას უყურებს? იქ რუსთავი ორზე და იმედზე ყველაფერი ცხადია. ყველაფერი იცის რას. რა არ არის საინტერესო მიხდი? არა, ეს მიხუმრე რო არ გვიყურებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ გვიყურებს. ფაქტია, რომ მერაბიშვილი საზოგადოებაში უფრო მოსკოვთან ასოცირდება, ვიდრე ვაშინგტონთან. სოსოცის კარიჩულთან ინტერვიუ არის დაბეჭდილი გაზეთ რეზონანსში, სხვადასხვა თემებზე საუბრობს, ნუ პირველ რიგში სამთავრობო ცვლილებებზე. აი არა ის გამოცდილებით ჩაშკინი ალბათ კიდევ მიმზიდველია შეერთებული შტატებისთვის და უფრო მისაღებია ვიდრე ახალაია, რადგან ჩემთვის სანდო ინფორმაციის თანახმად თეთრი სახლი და პენტაგონი ახალაიას სასტიკი წინააღმდეგი იყო, ამბობს სოსოცის კარიშვილი ვრცლად. მისი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ რეზონანსში. არ ამგონია ახალაიას დანიშვნა ვანოს ინტერესებში ყოფილიყო. აქ სააკაშვილის გავლენა აშკარად იგრძნობა, დაყავი და იბატონეს პრინციპი აქვს გამოყენებულიო. გუგული მაღრაძე საუბრობს ამის შესახებ, ასევე გუგული მაღრაძე ამბობს, მერაბიშვილს ყველა ბერკეტი ერთი მიზნით ჩააბარეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ისევ უმრავლესობით უნდა მოვიდესო. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემების შესახებ გაზეთ რეზონანსში. საქართველოს რესპუბლიკა ყოფილას შემდეგი ტოტია უნდა შეიჭამოს. მთავარ გვერდზე არის გამოტანილი სტატია, ახალი პრემიერ-მინისტრი ოპოზიცია იდუმალმა შიშმა შეიპყრო, ანუ ეშველება ქვეყანას სააკაშვილის წასვლით. პიაცების იმედად განვითარებულ ტურიზმის პერსპექტივა არ აქვს. საიდუმლო ცხადი ხდება და ქართულ ბანკს ხელისუფლების მიერ შექმნილი კომპანია იყიდისო. მთავარ გვერდზე არის გამოტანილი ამ სტატიების სათაურები, ასევე მთავარ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ გივი შათირიშვილი ქალაქ თელავიდან მისი წერილი გამოქვეყნებულია, ძალიან საინტერესო, შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს რესპუბლიკაში. ყველა სიახლე არეულობა ხელისუფლების კარზე, მერაბიშვილი ნაციონალების ბოლო გაბრძოლებაო.
პაატა ზაქარიაშვილი ამბობს, ეს არის გზავნილი ხალხისადმი, პოლიცია მოდის ხელისუფლებაში და ამას ნიშნავს მერაბიშვილის დანიშნა სწორედ პრემიერ-მინისტრად. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, მერაბიშვილის მთავრობა ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებსო. მერაბიშვილისო, ხო, ამან მერაბიშვილის თქვა. ზაურ გურგენიძე ის ამაგარი იყო, იმან თქვა, ძალიან მაგარი თქვა. არა, მე არ ვიტყვი არაფერს. ჩემი კოლეგა. მაგარი თქვა. უბრალოდ მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც ყველა შეიძლება დაემართოს. მე ერთხელ თქვი ახალაიას მაგირად ალასანია, რა მაგარია, როგორ გვანან ერთმანეთს არა? ზაურ გურგენიძე მიმართა ყოფილ თანამებრძოლებს მიშა ვანო, ზურა გიგა შეწყვიტეთ ტერორი. ზაურ გურგენიძე გახლავთ ემიგრანტი, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში. 27 ივნისს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტისას თეთრი ლენტებით პირახოლმა ქართველმა ემიგრანტებმა სასტუმრო რენესანსთან დუმარე საპროტესტო აქცია გამართებს. ამ მომენტში მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წარმომადგენლებს სუშის რესტორანში ხვდებოდა. ემიგრანტებმა ტრანსპარანტებთან ერთად აქციაზე სიმბოლური სატელიტური თეფშები მიიტანეს, რითაც საქართველოში გლობალ ტივის ანტენების დაყადაღება გააპროტესტეს. ამ თემებთან დაკავშირებით დაუკავშირდა ყველა სიახლე ზაურ გურგენიძეს, რომელიც როგორც მოგახსენეთ, საფრანგეთში ცხოვრობს, ქართველი ემიგრანტია და გახლდათ ყოფილი მოსამართლე და პარლამენტარი და შეგიძლიათ ცლად წაიკითხოთ, რას ამბობს ზაურ გურგენიძე გაზეთ ყველა სიახლეში. ჩუმად ხმაურის გარეშე დამსაჯეს ინტერვიუ საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულთან თურქეთში. ახლა ქართული ოცნების წევრია. საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული თურქეთში, ამჟამად პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიეტ კვაჭანტირაძე საუბრობს სხვადასხვა თემებზე და მათ შორის არის, რომ საგარეო უწყებაში არიან ადამიანები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვსო, ამბობს, ეს ყველაფერი ნაციონალებმა კარგად იციან, მაგრამ ყველას შინ ხომ არ გამოუშვებენო და სხვადასხვა თემებზე, როცა ის თანამდებობას იკავებდა იმ პერიოდსაც იხსენებს, შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ ინტერვიუ გაზეთ ყველა სიახლეში. ჭაბუ ამირეჯიბი სააკაშვილი თუ საჭიროდ ჩათვლის სისხლის ხრასაც არ მოერიდება. ჯერ ქეთო და კოტე, ახლა ვერის უბნის მელოდიები სოფო ნიჟარაძე ახალ მიუზიკლში. გაზეთი ყველა სიახლე წერდა ამის შესახებ. საქართველოს და მსოფლიო რას წერს ვნახოთ. ხაფანგი პრემიერ-მინისტრისთვის განტევების ვანო, ანუ ხერხემლის გამრუდება. მერაბიშვილის თანდათანობითი ჩამოშორებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან სააკაშვილი სავარაუდოდ ცდილობს შეამციროს იმ სცენარის ალბათობა, რომლის ფარგლებში მერაბიშვილი ერთგულ პოლიციელებზე დაყრდნობით კრიტიკულ მომენტში დაიწყებს თამაშს, რომელიც სააკაშვილის ინტერესებს არ ითვალისწინებს. დიმიტრი მონიავას საავტორო გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. ასევე იმისთვის, რომ ხელისუფლება რეპრესიების გზით შეინარჩუნოს, სააკაშვილს სჭირდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საბოლოოდ გახდეს ზსს, ანუ ზონდერების საქმეთა სამინისტრო და მათ ისეთი ხელმძღვანელი აკონტროლებდეს, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მომავალი არ ექნება. ყველაფერზე მოაწერს ხელს და უკლებლივ ყველა, მათ შორის აშკარად მანიაკალურ ბრძანებებს შეასრულებსო და საბოლოოდ არის დასკვნა ცვლილებები, რომლებმაც სააკაშვილის მომხრეთა წრეში ვულკანის ამოფრქვევის მსგავსი ეფექტი გამოიწვია ოპოზიციური საზოგადოებისთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მათთვის ეს შეკრებათა გადანაცვლებაა, რომელიც არც ცვლის, არც ჯამს, არც მათ გადაწყვეტილებას სააკაშვილის რეჟიმი დაასამარონ. მიუხედავად იმისა, ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში მთავრობას ნუგზარ ციკლაური თუ ტიჯანი ბაბანგიდაო. აი აქ ერთი ვიდეო მაქვს, რომელიც შეიძლება ნახოთ ჩვენ. შეგვიძლია. ეს არის ზუგდიდში შეხვედრა ალასანიასთან ერისთავის ქუჩაზე. არაფრისგან მდგომარეობაში მყოფი რამოდენიმე ახალგაზრდა მივიდა და სცადა შეხვედრის ჩაშლა. ეს ახალი მეთოდია. კი, აგრესიულ ახალგაზრდებს შორის ადგილობრივებმა ამოიცნეს დაცვის პოლიციის თანამშრომელი და მოგზავნილები იყვნენ ადგილობრივების განცხადებით. აი ახლა ცოტა დიდი ვიდეოა, მაგრამ გადახვევებით შეიძლება ვნახოთ, აბა ვნახოთ. იმას რატო არ იხდები თვალებში რო გაფუჭებს და მიწას რო გასწორები ახალგაზრდები რო გააფუჭეს ამას რატო არ იხდები თქვენი მეზობელია ახალგაზრდა ვიცნო არა არ ვიცნო სამაცრიკო ბიჭი ხარ ახალგაზრდა ისინი შენ ისტორია რო არის ისე შენ ზუგდიდ ხარ ბაგრები
შენ ვისი გაზრდილი ხარ ბიჭო რომელმაც აღმა და სკოლა მაგთავინე მუშაობ შენ რა იცი ბაშვილი და შენ რა იცი ზუგდიდი რა არის ბიჭო მე ჩემი შვილი კალბატონო იცნობთ ამ ახალგაზრდას ვიცი ოროსანი მასწავლებელმა ამოიცნო სკოლაში იყო ოროსანი ეს ვიღაცა და მიდის პროვოკაციაზე ახლა სად მუშაობს ხო არ გაქვს ინფორმაცია ეხა დაცვის პოლიციაშიო პედაგოგმა იცნო მე-10 სკოლის მასწავლებელმა იცნო ეს იყო ჩემი ოროსანი მოსწავლე იყო ხეპრე და ამჟამად დაცვის პოლიციაში მუშაობს? ამჟამად დაცვის პოლიციაში მუშაობს, ფორმიანი ვნახეთო და დაცვის პოლიციის ფორმა ეცვა. არა ვარ მეთქი თანამშრომელი. არ მუშაობ დაცვის პოლიციაში. აღარ მუშაობ, არცად არ დიდი ხანია რაც არ მუშაობ? არასდროს არ დიდი ხანია რაც არ მუშაობ დაცვის პოლიციაში. არცად არასდროს მიმუშავია და რა. პროვოკაციაზე მოდი. მაინტერესებს შეკითხვა მაქვს. არ გიმუშავიათ არასდროს? რაც ქვია არ შეიძლება ვეუბნები და არა არცად არასდროს მიმუშავია. არცად არასდროს. როგორ უთხრა შვიდად ვეუბნები და დაცვის პოლიციის თანამშრომელი არ ყოფილ ხარ? არ ყოფილ ვარ დაცვის პოლიციის თანამშრომელი და როგორ გითხრა? აღარ ყოფილ ვარ. დაფიქსირე? დავაფიქსირე. მადლობთ. ხო, გამომშვია. ირაკი თქვენ სოფლის ქუჩაზე ცხოვრობ? ო, გამანები რა. მე არ შეუშალო და ყველაფერზე გაიცნობ ცხოვრობ ირაკი. ირაკი, ეს არის ერისთავის ქუჩის ცხოვრებლებთან შეხვედრა. თქვენ როგორ გაიგეთ ამ შეხვედრის შესახებ? გავიგე ხალხისგან. ბუჯო? გავიგე და უბრალოდ გული წდება რომ ხალხს არ უყურებ. მოდი ახლა ბეჟანის მეგობარი ვარ მე უნავად. ო, შენ ვინახარ ხო იცი და რა ჭნა? მეგობარი და ბეჟანი უნავად საუნჯღორო ზუგდიდ. ბაბაში დაცვას კონდი და მეგობარი. ბეჟანი უნავად გოიაზე. ბეჟანი უნავად საუნჯღორო ზუგდიდ და ერთი ჯგურე ვალურენა და ბეჟანის და იმას რო ახსენებენ ხო კაცი იმას ზუგდიდში არავინ ჩვენ უფლებებს ნულახავთ. რა ხიჩიას ვეკითხები რაზე ლაპარაკობენ მეთქი და არ ვიციო რანაირ მეგრელი ხარ შენ კარგი შენ ვცხო ვაგზელებს არა ეს არ გვესმის ხო მაგრამ რა მინდა გითხრათ რომ ვითარება რაღაცნაირად შეცვლილია ხალხი ხო ხედავ ძალიან მკაცრად ელაპარაკება იქაურები უკაცრავ თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება დღეს დიდელი ვარ უბრალოდ თქვენი სახელი და გვარი იმიტომ რომ ზუგჩენს მე ვარ გურამ როგავა თქვენი სახელი და გვარი თქვენი სახელი და გვარი საწყობები რა იგი რომელ ნომერში 27 გვარი სახელი ხარ ირაკლი თორბია კი ბატონო შო გაკეთია ხო გამოდი ხელი არ გაგონმა ირა და სამშვიდი ხომს შეაძარა ხო? მაგის ახლზე მე არ შევიდე. ესენ არ გიგით. არ ვიკამათო. არა, მოსმით. ხომს რო ბატონო ირაკლი, შეკითხვაზე პასუხი გამეცია ხავს. შენ რა გინდა საერთოდ? რა გინდა საერთოდ? მუჯო მუგოგო. რა გინდა? ხო, მე რამდენი პარტია მე გეკითხები რა გინდა შენ? რამდენი პარტიის აგიტაციაზე ხარ? აგიტაციაზე ვიქნები ყოველ რამდენი პარტიის? ვარეს განსაგვი ჯიჯიო, ვარე დემშვი. დემშვი. არავის ავალებით არ ვაკეთებ. მე სახელი და გვარი მითხარით შეიძლება. სახელი და გვარი. მე ვარ ჟურნალისტი გურამ როგავა. თქვენი სახელი და გვარი? თქვენი სახელი და გვარი ბუკია. დასაგებია. ერისთავის ქუჩის ცხოვრობი ხარ? ხო. 100,000 კაცი მოიყო ჩვენ წასწავლები და ვიცი. ყოველთვის და ყველამ დააფიქსიროს თქვენ განსაზღვრებით. მე არის საინტერესო რაღაცები. ეკონომიკოსი და არც ვარ ვალდებული ჟურნალის პასუხი. ეს რო არც ვარ. აქ არ ცხოვრობ. თქვენ ეს თქვენს მეზობლებმა ადგილობრივები. ბატონო, თქვენ რა გინდათ კამერა? მიკროფონს რატო სტაცეთ ხელი? ბატონო, მიმძანდები თქვენ? აკაური ხარ? ხელი. საცხოვრობ. საცხოვრობ.
არა, მომწონს რა იცი, რომ ზუგდიდში, რომელიც მიჩნეული იყო ახალაიების კლანის, ესე იგი, ადგილად და მიშა სააკაშვილის ხმების მეღლად იყო ეს მიჩნეული. საზოგადოება, ხალხი პროტესტს გამოთქვამს ასეთი რაღაც პროვოკაციების შეცვლილი მდგომარეობა. კი, აშკარად და ეს ჟურნალისტებიც რომ აწვევიან, ასე თქვათ, უკვე კარგია და სხვა პირობებში ესეთი დახვედრა რო არ ყოფილიყო, ალბათ ჩხუბიც მოხდებოდა. ძალიან მაგარი ჟურნალისტი მუშაობდა, მინდა თქვა გურამ როგავა მართლა ძალიან მაგარი. ხო, ანუ მერეთის ინციდენტი შეიძლება გამეორებულიყო რა. მაგრამ აქ აშკარად შეცვლილია სიტუაცია, იმიტომ რომ როცა არის ბევრი კამერა და ასე შემდეგ. აი აქ წერია რომ ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით მოცემულია, ეს ალბათ ის მანქანა იყო, ადგილზე დატოვა, ანუ იყო ეს კაცი. თავად მიიმალა, ანუ ადგილზე დატოვა მანქანა თავად მიიმალა. გაუჩინარდნენ ჟურნალისტების გამოჩენისთანავე საკრებულოს ნაციონალური წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია. აი ესეა კამერას ვერსად ვერ დაემალა. კარგი, გავაგრძელებ კითხვის. საქართველოს და მსოფლიო მანდატურ თუხუცესობიდან სარდლობამდე დიმიტრი შაშკინის ფოტო არის გამოტანილი ახალ პარლამენტში უსახელო ნაბიჯვრები მომრავლდებიან. უსახელო ნაბიჯვრები არის ჭყალებში კვენტინ ტარანტინოს ფილმი არის, სადაც დაჯგუფება არის უსახელო ნაბიჯვრები და ძალიან სასტიკად უსწორდებიან ფაშისტებს. და ასეთები იქნებიანო ზუსტადო პარლამენტში გიგა ბოკერიას მთავარი მოთხოვნა ნაციონალთა საარჩევნო სიის პირველ ასეულში 60 წევრის ჩასმა. სამაგიეროდ ბოკერია სააკაშვილს 76 მაჟორიტარული ოლქიდან ადგილთა 1/13-ზე მეც არ სთხოვს. მოკლედ პროპორციული არჩევნებით ნაციონალებმა თუ 100 კაცი გაიყვანეს ბოკერიას გათვლით აქედან 60 კაცი მისი გუნდის წევრი უნდა იყოს. მიშას კი მხოლოდ 40 დარჩება. ბოკერიას არითმეტიკის მთავარი მიზანი ის არის, რომ მომავალ პარლამენტში, სადაც ქვედა ასაკობრივი ზღვარი 21 წელია, რაც შეიძლება მეტი ეგრეთ წოდებული უსახელო ნაბიჯვარი მოხდეს, რადგან ისინი უკან არაფერზე დაიხევენ და ყველა არაპოპულარულ რეფორმას თუ სარისკო გადაწყვეტილებას, რის გატარებასაც ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვს, უყოყმანოდ დაუჭერენ მხარსო. სულად შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ საქართველოს და მსოფლიოში ხელისუფლება რომ მიუშა ჰოლოკოსტს მოგვიწყობს, უვიზო რეჟიმი საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს დაამყაროს ურთიერთობა მათთვის საინტერესო ირანის მოქალაქეებთან, რომელიც საქართველოში უპრობლემოდ შემოვაო. ეს გახლავთ გაზეთი საქართველოს და მსოფლიო. 24 საათი დეპუტატთა კამათი პრემიერობის კანდიდატებთან ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზე ოფიციალური დამასკოს ბოდიში. ჰელბოი თბილისში იმოგზაურებს ასევე სპორტის ახალი ამბებიდან სტატია შაახტარიდან აქტობემდე. 24 საათი გახლავთ ეს უცებ წავიკითხავ ახალ თაობას. ვანო მერაბიშვილი მომდენო 4 წელიწადში საქართველოს ბიუჯეტი 40 მილიონამდე გაიზრდება. შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინი, დავით გამყრელიძე მერაბიშვილი პრემიერად ივანიშვილის გასანეიტრალებლად დაინიშნაო. ინტერვიუ არის დავით გამყრელიძესთან. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილი რთული ამოცანის წინაშეა. გამყრელიძე ვერ აკონკრეტებს ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრემიერის პოსტ ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში მერაბიშვილი დაიკავეს თუ სააკაშვილი, თუმცა ზუსტად იცის, რომ გარიგების შემთხვევაში თუ ასეც ადგილი აქვს, არავინ მისცემს გარანტიას, რომ მერაბიშვილის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკური პასუხისგებლობა არ დადგებაო. სლად შეგიძლიათ წაიკითხოთ დავით გამყრელიძის მოსაზრებები გაზეთ ახალ თაობაში. ქართული ოცნება კახეთში არჩევნების მოგებას მოჭიდავეების ხარჯზე აპირებს. კითხვის ნიშნით რამაზ საყვარელიძე ამბობს, როგორც ჩანს პრეზიდენტი ახალაიას მერაბიშვილზე მეტად ენდობაო და რამაზ საყვარელიძე ემხრობა მოსაზრებას იმის შესახებ და მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი გაპრემიერებით კი არ დააწინაურეს, არამედ დააქვეითეს და ყველაზე მეტად გავლენიანი უწყება ჩააბარეს მიხეილ სააკაშვილისთვის უფრო მეტად სანდო ადამიანს და ეს გახლავთ ახალაია. შალვა ოგბაიძე ამ ხელისუფლებას არანაირი კოსმეტიკური შელამაზება არ უშველისო. ეს გახლავთ გაზეთი ახალი თაობა, ვერსია დაგვრჩა თინახიდაშელი არჩევანის ზღვარზე. ვანო მერაბიშვილის ახალი გეგმა გზებზე და საქმებული და დაზღვეული მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის ახალი სამოქმედო გეგმა, ანუ დავიწყებული ძველი დაპირებები. რა სარგებლობა მოაქვს ახალ მინისტრთა კაბინეტს, შეგიძლიათ წაიკითხოთ გაზეთ ვერსიაში. დიდი მადლობა გია მაისაშვილის ველოდების სტუდიაში, შენ დიდი მადლობა. მოგესალმები გია მაისაშვილს, მოგესალმები. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს სასაუბრო. გამოქვეყნდა სახელმწიფო პროგრამა, როგორც იქნა, ძალიან სპონტანურია ჩემი აზრით. გაუაზრებელი 40 მილიარდამდე სურთ 4 წლის თავზე გაზდა. რთულია საქმად ეს 40 მილიარდი ჯამურად იქნება 4 წლის განმავლობაში თუ მე 4 წელს იქნება 40 მილიარდი, არ ვიცი.
საიდან მოაქვთ ეს 1000 ლარიანი ვაუჩერების ფული თითოეულ ოჯახს რომ უნდა მისცენ? ჯერ ეს რა დაყოფაა თითოეულ ოჯახს. ოჯახი არ არის რელევანტური ერთეული. აღრიცხვისა. თითოეულ მოქალაქეს შეიძლება თქვა, ხო? ოჯახი რას ნიშნავს? ოჯახი არის სამსულიანი ოჯახიც არის, ხუთსულიანი მე მინახავს და ბევრი ასეთი ოჯახი, სადაც სამი თაობა ერთად ცხოვრობს. არის ორკაციანი ოჯახიც, ხო? ორსულიანი. მათაც 1000 ლარი და 10 სულიანსაც 1000 ლარი. ყველას ერთნაირად ოჯახს, რომელსაც ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და მასაც ვინ სოციალური დაუცველია, იმასაც მოკლედ ბევრი აჯაფსანდალია, ხო? რა სიტყვის შენ? და რა ჩვენ წინა გადაცემის გაგრძელებაა რა ნათელია რომ ეს ნაჩქარები სქემაა, რომელიც მექანიკურად მოახვიეს თავზე, გაურკვეველია ყველაფერი. ამისთვის საჭიროა მიუკერძოებული პრესა, მიუკერძოებული მედია და ამ ადამიანებმა უნდა ახსნან კვალიფიციურ ენაზე საზოგადოებისთვის გასაგებად. აი, მაგალითად, ამერიკაში ობამა რომ იძახის რაღაც სოციალურ პოსტებს რომ გამოდის. ის წვრილად ხსნის, ხო, საიდან როგორ რანაირად. სოციალური პოსტების რო ხსნის, როგორც ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში, ყველა ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთში და პრეზიდენტი ამერიკაში ამას ხსნის. ერთ რაღაცას რო ზრდი, რის ხარჯზე აი, მაგალითად, ობამა რას იძახის, რის ხარჯზე უნდა გაზარდოს, თავდაცვის ხარჯზე თუ როგორ? როდესაც არის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, იქ არის ლაპარაკი. ყველაზე დიდი ხარჯი ბიუჯეტში არის თავდაცვა, ეს არის ეგრეთ წოდებული Medicare, ანუ ჯანდაცვა, სოციალური უსაფრთხოების უმუშევართა დახმარება და ასე შემდეგ. ანუ დიდი ამას ქვია entitlement, ანუ შენ ყველა მოქალაქე ამის აუცილებლად ეკუთვნის ამას. და როდესაც რაღაცა პროგრამა შემოგაქვს შენ დამატებითი პროგრამა, რაღაც დავნერგო რაღაც პროგრამა, ხო? უნდა თქვა აუცილებლად შენ შემოგაქვს ბიუჯეტში დამატებითი მუხლი, ბიუჯეტს აქვს ორი მუხლი, ერთი შემოსავალი, მეორე გასავალი. როდესაც ამბობ რომ მე გასავალს ვზრდი, ამავე დროს უნდა აჩვენო ამ გასავლის შემოსავლის წყარო სად არის რომ გაზარდო. ციდან სად არის მე 1000 ლარი რატო? 5000 უკეთესი არ იქნება? 100000 იყოს, ყველა გამდიდრდებით, ხო? ესე რომ იყოს, ყველა დაარიგებდა ამ ცხელ პერაშკებს, ხო? და ყველას გვექნებოდა ეს, მაგრამ ესე ხო არ არის, არა? ამას შექმნა ჭირდება, სიმდიდრე უნდა შეიქმნას, სანამ გაანაწილებს. სანამ არ დაასაუბრებს ამერიკის პრეზიდენტი რომ გამოძდა რაღაც პროგრამას რომ აანონსებს, იქ აუცილებლად უნდა თქვას რომ საიდან მომაქვს, ამას ვამცირებ, ამას ვამცირებ და აქედან მომაქვს. და იქ არსებობს ოპოზიციური სპექტრი და იქ არსებობს მედია, რომელიც ამ ახალ წინადადებას გაატარებს უზარმაზარი ფილტრის ქვეშ. ხორცის საკებში და თუ ამ შემოთავაზებამ ვერ გაიარა ეს ფილტრი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამასხარავდება. რა თქმა უნდა. იმან რო თქვას რომ მე მაგალითად გავუზდი ხელფას ყველა საბიუჯეტო სამსახურის უფროს ან ვიღაცებს, ხო? უნდა თქვა საიდან მოგაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა საშუალება პრესაში, სადაც ეს ადამიანები, რომლებიც ასეთი ინიციატივით გამოდიან საზოგადოების წინაშე და საზოგადოების განწყობის შეცვლა სურთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 3 დღეში დაამტკიცა პარლამენტმა. 3 დღეში უნდა გამოუცხადოს ნდობა თუ 2 დღეში. და რაღაც არც კი აინტერესებს რომ რაღაც სკრუპულოზური განხილვა მოაწყონ ამ მილიარდები. საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? შალვა, ეს ძალიან დიდი თემა არის და მე ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ და მე მინდა აი ამ თემატიკასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პატარა ამბავი მოგიყვება. მიდი. ჯერ დღეს არის 4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა და მე მინდა რომ ქართველების სახელით მიულოცოთ ამ ესეთი კარგი ღირსშესანიშნავი Happy Birthday USA, არა? კი. და შემდეგ გადავიდეთ ამ თემაზე. მე დაახლოებით 3 წელზე მეტი მუშაობდი სქემაზე, რომელიც გაუადვილებს ქვეყნის პრეზიდენტს ეკონომიკური პრობლემის და დასაქმების პრობლემის გადაჭრას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. და დაახლოებით 2.5 წლის წინ ჩემი პედაგოგი, ჩემი პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში და მისმა გუნდმა შეიმუშავა ესეთი სქემა და ეს წარუდგინეს ობამას და ესეთი the President's Board of Competitiveness and Jobs, ანუ კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების ბორდი.
პრეზიდენტთან არსებული და ეს შეიქმნა და ამას ხელმძღვანელობს ძალიან ცნობილი ბიზნესმენი ჯეფ იმელტი. ეს არის General Electric-ის CEO-ა, პრეზიდენტი, ანუ ეს ლეგენდარული ჯაკ ველჩის მემკვიდრეა. ყველაზე დიდი რანგის ბიზნესმენია. და მე ეს პროპოზალი, ანუ შეთავაზება ჩამოვიტანე საქართველოში, აი ეს ჩემს iPad მინდა გითხრა ინგლისურად არის. და ესე იგი 2 წელიწად დაახლოებით 1 წლის წინ გავაცანი ერთ ჩემს ახლობელს. და ამ ახლობელს აქვს გარკვეული ასე ვთქვათ გზები ამ ხელისუფლებასთან და როგორც ჩანს მას ეს მიუტანია ჩვენს ხელისუფალთან. და მე იქ მითხრეს რომ ამის დრო არ არის ეხლა რა. რა წერია ამისთან? აქ არის სქემა, რომელიც მოიცავს პრეზიდენტის ირგვლივ არსებული როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ბორდი, რომელიც იქნება დაკავებული კონკურენტუნარიანობისა და უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტად. როგორ გააკეთებს ამას სააკაშვილი? ეს სქემა მეჩვენება. რასაკვირველია, წარმოუდგენლად გეჩვენება და ეხლა უცებ 1 წლის შემდეგ მაშინ ეს არ იყო საინტერესო და 1 წლის შემდეგ უცებ გახდა ეს საინტერესო. ამაზე მე მაქვს 4.5 წელი მუშაობ და ჩემი მასწავლებლები კიდე უფრო მთელი ცხოვრება. და ეხლა მე მინდა მაგალითი მოვიყვანო, როდესაც ახალი მინისტრი გამოდის ეთერში და არა მინისტრი ამ დასაქმების მინისტრი. ჩვენი? დასაქმების მინისტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქვეყნის არ ჭირდება 3-4 პრიორიტეტი. ერთი პრიორიტეტია, ეს არის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ქვეყანაში, რომ ამის გარეშე არაფერი არ მოხდა. და ამ დროს გამოდის ტელევიზიით ეს ადამიანი, რომელთანაც არანაირი არ ვიცი არანაირი პრეტენზია არ მაქვს და ამბობს, რომ ამ დილას გავიღვიძეო და მე ამ ძალიან პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა მთხოვაო და როგორ შეიძლება მე ამაზე უარი ვთქვაო. გავიღვიძეო და თხოვეს, რომ ყოფილიყავი დასაქმების მინისტრი. კი არ უნდა გაიღვიძო და მე გახდე დასაქმების მინისტრი. არ უნდა გეძინოს 5 წელი, 10 წელი ამ საქმეზე უნდა მუშაობდი. ამ საქმის პროფესორი უნდა იყო. ეს იმდენად მნიშვნელოვანია. დასაქმების მინისტრად? ამ ხელისუფლების ხელში რა დასაქმების მინისტრი? მე ეს მექანიზმი შევქმენი. გავიგე, მაგრამ აი რომ შემოეთავაზე რასაკვირველია არ წავიდოდი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ჩემი გამოყენება სასაცილო სიტუაციაში. იმიტომ რომ მაინც არ მოხდენდა. დასაქმება, რასაკვირველია, ეს მე ვიქნებოდი სათამაშო. დასაქმება უნდა მოხდეს სრული მონოპოლიზაციის პირობებში, როდესაც ბიზნეს განაგებს, რა ქვია, მონოპოლიები, ბეჟუაშვილები, ის რაღაცა პატარა ბიჭი არის, კეზერაშვილები. პატარა აღარ არის, მაშინ იყო პატარა. ეს ყველაფერი ზღაპარი, ანუ რო გაიღვიძებს და მერე გახდება მინისტრი, თანაც ესეთი მნიშვნელოვანი იმ საქმიდან რა უნდა გამოვიდეს. ეხლა შე რო გითხრან შალვა, ჩვენ ვიწყებთ ახალ სამინისტროს, კოსმოსის ათვისების სამინისტროს ვაარსებთ და ჩვენ გვინდა რომ დაგნიშნოთ შენ და შენ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მე გთხოვე შენ რომ გახდე მინისტრი და უცებ იცი რა გიამ თხოვა და მე ხდები მინისტრი. გახდები შენ ესეთი მინისტრი. არა, ესე როგორ შეიძლება, არასერიოზულია. ხო და მე-9 წლის ბოლოს, როდესაც შენ ისტორიამ, ასე ვთქვათ, განაჩენი გამოგიტანა. იმიტომ რომ შენ რომ მყარად იდგე, თებშებს სროლას არ დაუწყებდი და ქვევს არის რომ თვალ მეხანძრებს არ გამოუშვებდი რა დასარბევად რა. თუ მაგარი ხარ, ხო? ისტორიამ განაჩენი გამოგიტანა, ყისმათმა განაჩენი გამოგიტანა. ეს ყველაფერი მე-9 წლის ბოლოს ამ ზღაპრების ლაპარაკი ხო? დასაქმების მინისტრი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით და ძალიან საინტერესო ამაზე ჩვენ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. კი ბატონო, ან თელი სქემა აქ წერეთ და მე შევადაროთ ესენი როგორ მართალია და ჩვენ მაია ფანჯიგიძეს ველოდებით ეთერში. დიდი მადლობა, შენ ძალიან საინტერესო. აბა, გავიდე ეს ბოლოს სიტყვები, მაია, ისი როგორ ეძინება, როგორ დაიღალე. ისგან დაიღალე, მაია. გავიდა ხო, როგორ ეძინება, როგორ დავიღალე. აბა რა არის? აბა რითი დაიღალე და რატო გეძინება? რა ხდება საერთოდ? თქვენ არ უნდა გეძინოთ და არ უნდა ხო და რო არ გძინავს მაგას ვამბობ სწორედ. მე ძალიან ადრეა რუსთავიურმა უკვე თქვენი პარტიული ბოსი გახადა პრემიერად, აი თუ გავუშვათ ვიდეო. ჩაიტვიტერდა ხე მედია. ხოლო რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის მთავრობა შეძლებს ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ივანიშვილის მთავრობა
შეძლებს? აუცილებლად, სწორია ამ შემთხვევაში რუსთავი 2. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვეთანხმები. შეძლებს თუ არა? კარგი, რამდენი თვეა უკვე რაც პრესის მდივანი ხარ? 7 თებერვლიდან. კი ბატონო. მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი 5 თვე ხდება, ეხლა 3 თვე. რაღაც ჩვევები, რაღაც უნარჩვევები გამოგიმუშავდა უკვე ალბათ, ხო? იმიტომ რომ სულ ახალი იყავი ამ თანამდებობაზე და უჩვეულო იყო შენთვის. აი ახლა ამ 5 თვის თავზე შეიძლება თქვა რომ რაღაც ჩვევები გამოგიმუშავდა უკვე. ვერ კითხავ მე რა ჩვევებია ეს. მე მგონი კი, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში თავს კარგად გრძნობ, მე მგონი ეს არის მთავარი. ჟურნალისტებს ვცნობ უკვე ყველა სახეზე, ვიცი ვინ რომელ მედიას წარმოადგენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი არის მოსული არა იმდენად იმ პრესკონფერენციის თემის გასაშუქებლად, არამედ მოდიან საკუთარი თემებით, ესე ვთქვათ. ეს არის სიახლე ქართულ ჟურნალისტიკაში, რომ სულ არ აინტერესებთ რა ბრიფინგია, არამედ მოდიან საკუთარი თემებით, მაგალითად კალაძე შეხვდა თუ არა ქურდებს. აქვს თუ არა ტანკი ივანიშვილს და დაახლოებით ესეთი შეკითხვები. დაახლოებით ხვდები, რომ როდის უნდა გასვან ესეთი შეკითხვა და რა ხდება ამ დროს? იცით რა, ვიცი რომელ მედიას შეუძლია ასეთი შეკითხვის დასმა, ყველა მედია ასეთ შეკითხვას არ სვამს, რასაკვირველია. და ამ პასუხებისთვის მომზადება ნამდვილად არ მჭირდება, იმიტომ რომ ვიცი მათი განწყობა და შესაბამისად. ანუ აი როდესაც გეკითხებიან რაღაცას, რომ კუზი რატო არა გაქვს თუ არა კუზი, ხო? როგორ პასუხობ? ანუ რა გამოიმუშავე, რა მეთოდი ურთიერთობის? პირველ რიგში არასოდეს ხმას არ ვუწევ და ყველა კითხვას პასუხობ. ესე არ არის რომ რაღაცა კითხვა ავიცილო. აცილებისთვისაც მაქვს შესაბამისი პასუხები, რომ თქვათ რაღაცა ეს კითხვა არ არის სერიოზული და გთხოვთ შემდეგი შეკითხვა დასვათ ან რაღაცა ესეც ვეუბნები. მაგრამ ხო, რა ვიცი, ნერვები არ მეშლება. მე მგონი ეს არის მთავარი, არა. მათ შეუძლიათ ესეთ შეკითხვა დასვა, რომ სპეციალურად ნერვები მოგიშალა. ალბათ ხანდახან არის მათი მიზანი ეს, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწევენ ნამდვილად, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ძნელად მეშლება ნერვები და მით უმეტეს როცა წინასწარ ვიცი მათი განწყობა და ვიცი რომ ასეთი შეკითხვაა მოსალოდნელი. ხო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კიდევ თქმა უნდა საკუთარი თემებით მოსული ადამიანებს უნდათ არა იმდენად კომენტარი, არამედ აღელვებული რეაქციის გადაღება. შემდეგ დამონტაჟება და გაშვება ისე. ალბათ, ხო. ბიძინა ივანიშვილზე მინდა გკითხო. სპიჩის ხელოვნებას, ხო? დღითი დღე ამხეცებს. დიახ. მუშაობს ვინმე მასთან ამ თემაზე თუ თვითონ? არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ ბუნებრივი ნიჭი, რომელიც რაღაცა პრაქტიკით აი ესე ვითარდება. ხო, იმიტომ რომ ყველა საჯარო გამოსვლასთან შედარებით ოდნავ უკეთესია. ძალიან კარგია მე ესე ვიტყოდი. მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობს აუდიტორიას, ამ შემთხვევაში პუბლიკას, რომელიც არის ქუჩაში. და სწორი რეაქციები აქვს ამ პუბლიკაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ამას ხალხი გრძნობს და რაღაც ეს ორმხრივი ურთიერთობა ყარდება. აი როცა გამოდის უკვე ჟურნალისტებთან და იქ რეალტივია თავის ამალით ITV და ასე შემდეგ, შენ არ ცდილობ ხო რაღაცნაირი ბარიერის შექმნას ან რაღაც სიტუაციის ისე მოწყობას, რომ ნაკლები კითხვა დასვან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს კითხვებიც არის ძალიან ხშირად კუდი რატომ არ გახურავს და ასე შემდეგ. ხარ თუ არა გაზპრომის არა, ეს უბრალოდ არის დასანანი, რომ ჟურნალისტები არ იყენებენ იმ შემთხვევებს, რომელიც ეძლევათ ბრიფინგის დროს იქნება ეს თუ მით უმეტეს ბატონი ბიძინასთან შეხვედრის დროს, რომ დასვან სერიოზული კითხვები და მიიღონ სერიოზული პასუხები. მათთვის მგონია, რომ დასანანია და არც ის არ მგონია, რომ მაყურებელს ეს მაინდამაინც აინტერესებდეს. ბარიერი მას არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის მედიასთან ურთიერთობა და ძალიან თავისუფლად პასუხობს ყველანაირ კითხვას. მათ შორის მასეთებზეც აქვს ხოლმე ძალიან კარგი პასუხი. ხო, ეს ყველასათვის ცხადია თუ ასევე რა უნდა კამერით დაფიქსირება რაღაც რეაქციის და შემდეგ მონტაჟურ რიგში ჩასმა ისე. შეხვედრებზე ვილაპარაკოთ აი ამ თავყრილობებზე. დიახ. ბევრი ხალხი მოდის, მაგრამ ეს ბევრი ხალხის მოსვლა მხოლოდ მარტო ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს კოალიციას, ჩემი აზრით, იმიტომ რომ გარდა ამისა კიდევ რაღაც სხვა სიმპტომებიც უნდა იყოს. შეიძლება მობილიზება მოახდინო პარტაქტივის, შეიძლება ბოროტმენერმა თქვან, რომ აი აქვს ძალიან ბევრი ყავს ბევრი მანქანა და ამ მანქანით ერთი და იგივე ხალხი დადის. ესეც შეიძლება თქვას, იმიტომ რომ ამ დისკუსიაში შესვლა, რომ არა ეს სხვადასხვა ხალხია და არა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, არ არის სწორი. ხო, რა თქმა უნდა. აი კიდევ რა თვალშისაცემი ხელშესახები სიგნალია იმისა, რომ ხალხს უნდა ბიძინა და ოცნება.
ეს არის ის შეხვედრები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვატარებთ. თვითონ ბატონი ბიძინა, რომელიც ხანდახან სრულიად გაუფრთხილებლად მიდის ხოლმე სადმე და სპონტანურ საუბრებში ერთვება მოქალაქეებთან. და ჩვენი შეხვედრებიც დანარჩენების ვინც არიან პარტიაში, ამ პარტიაში თუ კოალიციის სხვა პარტიებში. ეს არის პრინციპში ძირითადი ინდიკატორი იმისა, თუ რამხელა მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. და რაც შეეხება იმას, რამდენი ხალხი მოვიდა, მე ვფიქრობ, რომ ამას უკვე ყურადღებას არავინ აღარ აქცევს, რომ რაღაცა დაითვალოს. ეს თბილისის მერე ისეთი სასაცილო გახდა, რომ მე მგონი თვითონაც მიხვდნენ, ვისაც უნდა რომ ნაკლები წარმოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეში იყო, რომ დაანებეს თავი ამ მათემატიკურ ანგარიშებს და იქ რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი კაცი ეტევა. ფაქტი ერთია, რომ იმ რეგიონების მიხედვით, სადაც და იმ რეგიონების მასშტაბით, სადაც ტარდება პროპორციულად მოდის ძალიან ბევრი. თავად შენ თუ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას როგორც კანდიდატი? როგორც მაჟორიტარი კანდიდატი ალბათ ვერ, იმიტომ რომ მაჟორიტარობა ნიშნავს იმას, რომ უნდა წახვიდე იქ, სადაც აპირებ რომ იყო კანდიდატი და იქ უნდა იმუშაო. და ეს შეუთავსებელი იქნება იმასთან, რასაც ახლა მე ვაკეთებ და სიაში? ალბათ. ჯერ ჩამოყალიბებული ხარ. სიაჯერ არა გვაქვს, მაგრამ რასაკვირველია ეს სურვილი მე მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სიაში ვიყავ. თავარი კითხვები, რომელიც ისმის ივანიშვილთან დაკავშირებით, ეხლა არის ხალხს აღელვებს უკვე ახლა გაირკვა მეტნაკლებად ეს სიტუაცია, მაგრამ აი ჯარიმის და ყადაღის ამბავი. ანუ აღარ უნდა ეს ბანკი და ეს ქართულ ჯგუფი ივანიშვილს აძლევს სააკაშვილს. არა, აღარ უნდა და აძლევს, მე მგონი ასე საკითხის დასმა არ შეიძლება. ფაქტია, რომ აუქციონზეა გატანილი. წართმევას აპირებს მთავრობა. ხო, თან აუქციონზეა გატანილი. თან აუქციონზეა გატანილი. ძალიან საინტერესოა რა მოხდება. სიმართლე გითხრათ, მე მისი გადაწყვეტილება არ ვიცი, რას აპირებს და რა სტრატეგიით აპირებს მოქმედებას ამ ერთი კვირის მანძილზე 10 ივლისამდეა აუქციონი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ეს ვიცი ნამდვილად და ისიც ვიცი, რომ მას არ აქვს წილი ამ ბანკში და რის წართმევას აპირებენ და როგორ ახერხებენ ამის სამართლებრივ ჩართვას ვერ ხვდები. კომერციული ხელდასმული კომერციული, მიშას ხელდასმული კომერციული სტრუქტურა არ იყიდის ამ აქტივებს, იმიტომ რომ ნებისმიერი საარბიტრაჟო ან სტრასბურგის სასამართლო მერე წაართმევს. წაართმევს, რა თქმა უნდა. მოხდება ის, რომ არავინ არ შეიტანს განაცხადს და სახელმწიფო ნატურის წესით აიღებს ამ ყველაფერს. ხო, მაგრამ და შემდეგ მას უფლება აქვს, რომ პრეზიდენტს ერთხლად გადასცეს ვიღაცას. თუ კი ივანიშვილს ართმევენ ამას და ივანიშვილის გამოხდება ეს, მას რომ წილი არ აქვს, ეს არავითარ როლს არ თამაშობს ამაში. მიშასთვის არა. აჰა. იმიტომ რომ ძალიან მარტივად არის მათსა. იცით რა, ეხლა რომ მოვდიოდი რადიოში მოვისმინე, რომ თურმე სარკოზის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. თქვენი ეთერით მიდიოდა ეს ინფორმაცია. და თქვენი თანაწამყვანი ამბობდა, რომ რასასაცილოა ჯერ პრეზიდენტი იყო და ეხლა შეიძლება თუ რასასაცილოა, ხო მგონი ესე ამბობდა, ეხლა შეიძლება ციხეში აღმოჩნდესო. ჩვენ ვიცით პრეზიდენტები, რომლებიც ციხეში წასულან. კი, სამხრეთ კორეაში რამდენი. ვიცით და ყოველსაც ჰქონდა მე მგონი გერმანიაში პრობლემები თუ არა. სწორედ იგივე თემაზე. პარტიის დაფინანსება საარჩევნო კამპანიის დროს. მან გადაიხადა დიდი ჯარიმა. მაგრამ ის იყო დასაბუთებული და სარკოზის შემთხვევაშიც ეს არის როგორც ჩანს დასაბუთებული. ან არ ვიცი, აწი დაასაბუთებენ. ფაქტი ერთია, რომ რაც არ უნდა მოხდეს ახლა უკანონო, აუცილებლად გასწორდება ოქტომბრის მერე, როცა იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და როცა აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში. ასე რომ ეს წართმევაც თუ რაც გინდა დაარქვით, ეს ყაჩაღობა, იქნება დროებითი, მხოლოდ სამთვიანი. რამდენჯერმე განუწია ესეთი ყაჩაღობა, ერთი როდესაც უშუალოდ ეს ფული მოიპარეს. რა კარგი იყო, არა, როდესაც ეს ფული წაიღეს და აყაჩაღეს, იყო ერთი ამბავი, როდესაც დააბრუნეს, ეს ისე ჩუმად გააკეთეს, რომ არა, გარდა ამისა, მრავალ ათეულ მილიონიანი აქტივები იყაჩაღეს, როდესაც მიიღეს ეს კანონი, იცით იპოთეკით დადრუქული ქონების შესახებ. ხოლოდ ამ ერთ ბანკს შეეხო, ესეც იცით და სხვა კომერციულმა ბანკებმა სოლიდარობა არ გამოუცხადეს. იმიტომ რომ მათ უთხრეს, რომ გაჩენდითო თქვენო და მხოლოდ ამ ბანკს გავძერწობ და მე ამ კანონს უკან შევატრიალებთ. და ასეც გააკეთეს და ეს ამანაც ჩაიარა შედარებით. მეორე შეკითხვა არის ერთობა კოალიციის შიგნით. მჭრელი ხალხია, ამ ხალხს ერთობა ადრე ხან გამოსდიოდა, ხან არა. გულისხმობ ამ პარტიებს, რომლებიც ეხლა არიან და ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ კოალიცია დაშლის პირზასაა, ვიღაცაზე ასე ვთქვათ, რაღაცა აქვს ნათქვამი და ასე შემდეგ. დავიწყოთ იმიდან, რა თქმა უნდა, შენ თვითონ ეს აბსურდია და
სხვა განცხადებას ვერ გააკეთებ, მაგრამ თვითონ ამ ხმების არ, კი ბატონო. ამ ხმების წინააღმდეგ ბრძოლის რამე მეთოდი არსებობს? და რა საჭიროა ამის წინააღმდეგ ბრძოლა? ყველაფერი დაალაგდება და გამოჩნდება მაშინ, როდესაც იქნება უკვე ჩამოყალიბებული მაჟორიტარების სია, იქნება პარტიული სია, უბრალოდ სია კანდიდატების, ჩვეულებრივად პარტიების კენჭისყრით შესასვლელი კანდიდატების და იქ გამოჩნდება, რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობს და მართლა არ არსებობს. მართლა და მე არ ვიცი, ვიღაცა ალბათ სპეციალურად არცელებს ამ ჭორებს. უნიკალურობა ამ კოალიციის არის იმაში, რომ მისი ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა აქამდე ვერავინ, ოპოზიციის გაერთიანება. ეგ რატომ მოახერხა? არა რაღაცნაირი ძალით, არამედ სხვა გზა არ ქონდა ოპოზიციას. როგორ შეიძლება ივანიშვილის ავტორიტეტს? სხვა არ ქონდა არც წინაარჩევნების დროს. იქ არ იყო ისეთი კაცი, რომელიც უპირობა ავტორიტეტი იქნებოდა, ხო? ხო და აი სწორედ ეგ არის, ესე იგი უპირობა ძალიან სწორს ვამბობდით ჩვენ, როდესაც სანამ ეს კოალიცია იქნებოდა რუიანზე და ასე შემდეგ, სადაც ირაკლი ალასანიაც იყო შენ ნაკცავი და ბევრი ადამიანი, ხო? ჩვენ ვამბობდით, რომ შეუძლებელია ლიდერი აირჩიო. ლიდერის არჩევა არ ხდება. ხმას ვაძლევ, რომ ეს ლიდერი იყო. ესეთი ლიდერი ეფექტური არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის განცდა, რომ შენ აირჩიე ეს ლიდერი და შესაბამისად აირჩიე ლიდერი, თან ხმათა ასთვის დიდი უმრავლესობით აირჩიეს მაშინ კაჩაჩილაძე, ხო? აქ ყველაფერი ცხადი იყო. ლიდერი კი არ აირჩიეს. ლიდერმა აირჩია. ბუნებრივია ეს ყველაფერი, ხო? ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ეს კოალიცია არის მყარი. იმიტომ რომ მოხდა სწორედ ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არ მოხდა ეს რაღაცა არჩევით, არამედ ეს მოხდა ბუნებრივად. ეს არის სწორედ გარანტია იმისა, რომ ეს კოალიცია იქნება მყარი და კამათი, რომელიც რასაკვირველია არის და ეს არის ჯანსაღი კამათი და ყველგან უნდა ხდებოდეს და კამათი რო არ ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, იმის ბრალია ამ დღეში რო ვარ. ეს არის ძალიან ჯანსაღი მოვლენა და მე ვიღაცა ამას თუ ასე გამოიტანს გარეთ თუ ასე დააკვირდება და განხეთქილებად მონათლავს, ეხლა ეს რა ეფექტური საშუალებები არის აი მერეთის მსგავსი ინციდენტების თავიდან საცილად, როდესაც თვრალი მეხანძრე შეიძლება მოვიდეს ან პოლიციელი. ეხლა კიდე დღესაც მოვისმინე რაღაცა თვრალი დებოშის ამტეხების სუდიჩი იყო გაუშვი ვიდეო ჩვენ, როდესაც სუდიჩი მოვიდა ირაკლი ალასანის. ეთყობა ეს არის ახალი სტილი, რომ მე დააბრალო ეს ყველაფერი სიმთვრალეს და ან გული შეიძლება გულის მიცემ ვაშკაცობის მოკლება უნდა ეგეც არის ალბათ ორივე ერთად, მაგრამ მე ამის გამო დასჭირო მთვრალი იყო და სიმთვრალეში ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც სიფხიზლეში არიზამდა. რა მექანიზმი არსებობს? ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. ამითგან თავს ვერ დაიცავ. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ მთვრალკაცი ისედაც სხვანაირად უნდა მოექცე და მით უმეტეს მოჩხუბარ მთვრალ კაცს. ეს მე მგონი რაღაცა საქართველოში ყველა მიცის, რომ უნდა მოიქცეს. ცალსახად ვიხილეთ კადრები, როდესაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი და ლიდერებს იმდენად არამედ მომხრეებზე მიდის ზეწოლა და ჩხუბი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. თუმცა მე დავაკვირდი, რომ აი ამ ინციდენტის შემდეგ რაღაცნაირად ხელისუფლება სხვანაირად იქცევა. ეგრეც არ არის, რომ ისინი ყოველთვის უტიფრობენ. ანუ რაღაც პრობლემა როცა შუქდება, მე უკვე იცდილობენ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდნენ. რასაკვირველია, მედია თუ შეასრულებს თავის როლს, არა მარტო მაესტრო, არამედ სხვა მედია, სულ სხვანაირად იქნება. აი მაგალითად, მცხეთის აქციის დროს მე ვიცი, რომ საპატრულო პოლიცია მეტნაკლებად თვალყურს ადევნებდა და წესრიგს იცავდა იქ თუ არ. აი ეს რო გვიკვირს და აღსანიშნავია, ეს ტრაგედია. კი, ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, თბილისში გახსოვთ, რომ არავინ არ იყო. ხო, აი ამას ვამბობ. მე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ყოფილიყო და საპატრულო პოლიციამ შეასრულოს თავისი ფუნქცია. არც ქუთაისში არ იყო და არც გურიაში არ იყო. არა, გურიაში უფრო მეტად იყო და ქუთაისშიც ალაგ-ალაგ იყო. მე მაგალითად სამტრედიდან წამოვედი და ძალიან ინტენსიურად მოძრაობდნენ ტრასაზე. და მადლობა პატრულს რომ ხო, მაგრამ ეხლა მცხეთაში უკვე იყო და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ პატრულს არ ვერჩით. არც პატრულ ხო რა შეასრულებს თავის ფუნქციას არავის არ. თბილისში საერთოდ არავინ არ იყო, ჩვენ გვახსოვს 27-ში საერთოდ ღვთისანაბარა მიემია. გზებს ჩვენ თვითონ ვკეტავდით და ვარეგულირებდით. აქტივისტები კეტავდნენ. გორი არის შემდეგი აქცია. პრობლემური ადგილი და რამდენადაც ვიცით ჩვენ, რომ იქ მაშველები, რომლებიც კი არ შველიან, არამედ გავიმეორებ თრებიან და მაწარა გოგოებს ცემენ, ვიცით ეს ამბავი რა ხდება იქ და როგორ ხდება. რამე წინასწარ გააქვთ უსაფრთხოების ზომების
საკითხი ფიქრობთ ამაზე თუ ჩახვალთებთ ჩვენ ერთადერთი მექანიზმი რაც გვაქვს არის ის რომ კარგი ორგანიზება გაუწიოთ აქციას ამის მეც ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და გავითვალისწინებთ რაღაცეებს და იქნება მეტი ორგანიზატორი და მეტი წესრიგის დამცველი ჩვენგან რომელიც ეცდება რომ ყველაფერი სწორ ჩარჩოში მოაქციოს მეტი ჩვენა პატრული ჩვენ არ გვექვემდებარება და გორში გავიგებთ იმ რაიონის მაჟორიტარების ვინაობას აუცილებლად იცით ინასწარში ეხლა შეგვიძლია ვინ იქნება მოჭიდავეები მაგალითად ყველა არ ვიცი მოჭიდავეები ისე ამ რეგიონიდან გასაკვირი არ იქნება იმიტომ რომ ძირითადად იქ არის მოჭიდავეების წვრთნის კერა ძალიან ცუდია როცა სპორტსმენები ორბანაკად დაიყვნენ და ზოგიერთი სპორტსმენი არის ოცნების მხარდამჭერი და ზოგი კიდე ოცნების მხარდამჭერებს ფიზიკურად ზემოქმედებს ძალიან ცუდია ეს მაგრამ ეს ყველაფერიც გამოსწორდება ანუ ჩვენ გავიგებთ ვინ იქნება აუცილებლად გავიგებთ იმიტომ რომ ეს რაღაც ტრადიცია ჩამოყალიბდა რომ სადაც არის აქცია იმ რეგიონების მაჟორიტარები ცხადდება შემდეგ უკვე ალბათ ან კახეთია ან დარჩა ჩვენ მანამდე ჩარგალში მივდივართ 14-ში ხო ვაჟაობაზე ვაჟას დაბადების იქ რაღაც აქცია იქნება თუ რა არა იქ თვითონ მუზეუმი აკეთებს რამდენადაც მე ვიცი აღნიშნავს ამ დღეს და სწორედ ამიტომ ხო ანუ ეს რაღაც ეხლა ეს რეგიონი ძალიან რთულია და ხელოვნურად გაერთიანებული მცხეთა-მთიანეთი და შეუძლებელია ერთ დღეში მოიარო მთლიანად და ხალხს ეპატიჟებით და იმით არა ეს უბრალოდ ითქვა რომ ბატონი ბიძინა მიდის ჩარგალში და მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ბევრს აქვს დიდი სურვილი რომ ანუ ხალხს არ ეპატიჟებით ანუ იქ არანაირად არ ტარდება თქვენი აქცია ეს არის ვაჟას დაბადების დღე და ამ ეს გორამდე ხდება თუ გორიში 14-ში 14 ივლისს და უკვე შემდეგ სხვა პრობლემული რეგიონები მე ვიცი რომ პრობლემური რა მხრივ მას სამეგრელოში მაგალითად არ ამგონია რომ ისე ხავერდონად ჩატარდეს როგორც გურიაში გურულების პატრიოტიზმი მალაპარაკებს არა ჩვენ ვიცით გურიაში როგორი დამოკიდებულება აქვს პოლიტიკისადმი ხალხს მაგრამ არ ამგონია მაგალითად ახალციხეში ყველაფერი ისე იყოს იმიტომ რომ იქაც არის ისეთი არის რეგიონები შეიძლება სადაც მეტი სამუშაოა და ეს არის იმის ბრალი რომ ინფორმაცია მიდის ნაკლებად თუმცა ეს საკითხიც სწორდება გილოცავთ რომ მაესტრო აყენებს თებშებს ძალიან კარგი აქცია როგორ დაგვაკავშირებენ ეხლა ბიძინა ივანიშვილთან ეს იქნება ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ეხლა დარწმუნებული ვარ მოგელაძე და მოგელაძე ადეიშვილი რომელიც არის მოგელაძის უფროსი და ადეიშვილის სქემებია ყველაფერი ადეიშვილი ზის და ეხლა ფიქრობს როგორ დააკავშიროს ეს თებშები ივანიშვილთან და მოსყიდოს ძალიან საინტერესო იქნება კი ხო მართლა ესეთი ფანტაზია აქვს ამ ხელისუფლებას რომ რა ვიცი აბა აი შენ რომ მოგვილოცე ეხლა ხო შეიძლება ეს ამოჭრა შეიძლება ეს ჩაი ამოჭრა და თქვა რომ აი პრეზიდენტმა მოულოცა და შესაბამისად და დაბადების დღე რომ მომელოცა მაშინ რა იქნება უკვე დაგვიჭერდნენ ყველას როდესაც აქვს დაბადება ჯერ არა მაქვს ჯერ იქამდე მივიდეთ კარგად 27 აგვისტოსს მაქვს და ამიტომ არა ძალიან რთული იქნება რა თქმა უნდა 27 აგვისტოს მარიამობის წინადღეს ხო მარიამობის წინადღეს მე მგონი რომ აი ეს თებშების დაყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი სადაც თებში დადგა იქ წავიდა სხვათა შორის ძალიან ეფექტურია ჩვენი გაზეთიც ხო რა აბა რამდენი ტირაჟი იბეჭდება საკმაოდ დიდი ტირაჟი 100,000-ზე მეტი უფასოა რაც მთავარია და მოგეხსენება სოფლად სანამ მიიღებდნენ დაპირებები რო არ შველის კიდე გაზეთის ყიდვას ესეც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ გაზეთის ყიდვის საშუალებაც არ აქვს ხალხს არც ჩადის გაზეთი მე ვიცი რომ გაზეთები ძალიან პატარა ტირაჟით იბეჭდება თბილისში ვრცელდება ძირითადად და აქვე ახლო-მახლო და ამიტომ ეს გაზეთი არის ინფორმაციის კარგი წყარო მათთვის იტაცებენ ვიცი რომ ხელიდან ხელში გადადის და ინტერესით კითხულობენ კვირაში ერთხელ გამოდის და არიგებთ 100,000-ი არიგებენ ხო ოფისები არიგებენ კარგით ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქო იციან მე დარწმუნებული ვარ რომ მინისტრთა კაბინეტი ისეთია რომ ჩვენ ბევრი ბატალიის გადატანა მოგვიწევს არ იქნება ეს რბილად და ხავერდონად ჩემი აზრით დიდი მადლობა რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკეთ არა არ ღირს იმიტომ რომ ნამდვილად არ ღირს სწორედ ეს იქნებოდა ჩემი პასუხი რომ იმდენი მსჯელობა მოვისმინე რომ ნამდვილად არა ნუ შევხედავთ რა ხო გესმის ახლა შევხედავთ რა მოხდება არა ნუ ორი რაღაცა ვთქვი მე პირველი ვანო თუ ივლის რასტორის მოსაზღვრად და მიშა აღარ ხო მიშა ხო ზილავს რასტორს ესე იგი ვანო უფრო მყარ პოზიციებზეა და მიშა ეს არის ინდიკატორი ტელევიზორში ჩვენი ხელისუფლება ხო ტელევიზორის ხელისუფლება არა
და ამიტომ აღელვეთ ანტენები, რომ მათი ტელევიზორის ხელისუფლება შეიძლება ჩამოიშალოს, იმიტომ რომ გადართავენ, სადაც ისინი არ არიან. სხვათა შორის ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ როდესაც მიდის ცოცხალ ეთერში ასეთი რაღაცეები, რასტორის მოზელა რო ახსენე შენ. ეს არის ჩვენთვის გაკეთებული პიარი. მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ამას ისე აღიქვამდეს მოსახლეობა როგორც ხო და თუ ვანო მოზილა რასტორი, მაშინ მიშას აჩოჩებენ და თუ ისევ გააგზავნა რასტორის ზილა, ესე იგი ეს რაღაც შესაძლებლობა განაცვლება ჯამი არის თქობა ის ოპერაცია. დიდი მადლობა მაია ფანჯიკიძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით საღამოს განაცემაში სტუდიაში.